შემოვიდნენ 2 კვირის წინ ღამე აი გაუფრთხილებლად აბსოლუტურად გადაგვიჭრეს წყალი და ელექტროენერგია. ეს არის იძულება ამ მდგომარეობაში ადამიანების ჩაყენებით და აბსოლუტურად ძალიან დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ძალიან ფეხზე კიდიათ ჩვენ როგორ ვართ რა. ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მცხოვრები მოქალაქეები 2 კვირაზე მეტია, რაც წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. დედაქალაქის მერის კახა კავაძის ინიციატივით სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამუშაო მერია მისე დაიწყო, რომ საბოლოო შეთანხმება უძრავი ქონების მფლობელებთან მიღწეული არ ჰქონდა. და 2 კვირის წინ გამითიშეს ელექტროენერგია, გამითიშეს წყალი, გადათხარეს ქუჩები და ტროტუარიც კი გადათხარეს და მოვედი ერდილას და დამხვდა ახალი მოპირკეთებული აგურებიდან, ძირიდან გამოთხრილი ეს ჩემი ასეთი ნაწილები შენობა გაკეთებული. მოკლედ, რო დავრეკეთ თელაში, მეუბნებიან, რომ ჩვენო ესა, როდესაც მერია მოგცევსო ნებართვასო, მაშინ ჩაგირთავთო. ეს არის მიზანმიმართული, ანუ იგივე კომერციული ფართების, როგორც მოსახლეობის გაჩერება, რომ გვაიძულონ გავიდენ. კახა კავაძემ რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ სულხან საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდებოდა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია შეასრულებდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ დეტალურად შეისწავლეს იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც სამუშაოებისთვის დიდ ფულს მიიღებენ და მათი მტკიცებით სამუშაოებს ისეთი კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც ისტორიული შენობების რეაბილიტაციის გამოცდილება არ გააჩნიათ. აქტიურად ინგოროყვა სამნორ საერთოდ ძირი გამოაცალა, იყო რყევები, გამოსვლები და აი ეს მშენებლობა მანამდე მაინც შეჩერებული იყო. ვითხოვდით, სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, თუმცა ესიც არ მოხდა. რას ექვემდებარება ეს, რა მიზანი აქვს ამ შენებას, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რომელზეც პასუხს ვეძებთ და არ არის. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მათ მძიმე პირობებს საგანგებოდ უქმნია, რათა იძულებულები გახდნენ ისტორიულ უბანში ბინები გაყიდონ. მოქალაქეები პარალელს ავლებენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან და ვარაუდობენ, რომ პროცესი შესაძლოა იმავე სცენარით განვითარდეს. ეხლა ლაპარაკი არის ქუჩაზე, რომელიც არის ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის პროექტი კეთდებოდა 2 თუ 3 წელი და როგორც გავიგე, ჩვენი ფულიდან 5 მილიონია გადახდილი და ვერ ვნახე ვერც კონსტრუქტორი, ვერც არქიტექტორი და ვერც ინჟინერი, ვინც ამას პოზიტიურად შეაფასებდა. ნუ კაცმა არ იცის იქ რა აქვს ჩახლართული. გააკეთონ, ოკეი, მაგრამ ისე რომ ხო შეიძლება რომ ჩვენ ცხოვრების საშუალება მოგცენ. გვაიძულებენ რომ გავიდეთ, იმიტომ რომ თვითონვე გამოაცხადეს, რომ აქვთ იმისი საშუალება რომ შეიზყიდონ ფართები, გამოიზყიდონ ფართები და ჩვენ გვაგდებენ იმ მდგომარეობაში, რომ ძალით აი იმდენად ცუდ მდგომარეობაში რომ მივყიდოთ და არ მივყიდით კაპიკებში რა. არც ის საერთოდ არ მივყიდი, რატომ მივყიდი? აქ დავიბადე, გავიზარდე, ჩემი სახლია, მიყვარს. რა მოხდა გუდიაშვილზე? სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით რეაბილიტირებული შენობის ნაწილი კახა კავაძის გარემოცვის საკუთრება გახდა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებიც. აი როგორ მოხდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენობები თქვენი მეჯვარის ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა? მის საკუთრებაა? მის ჯგუფთან დაკავშირებული, არქისთან დაკავშირებული კახაბერ კობაივანი. აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები, ეს იცით რომ იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, მოხდა რეაბილიტაცია, შესაბამისად მოხდა მისი დასაწყისი. ჩნდება კითხვა, ცდილობს თუ არა მერიის ან ქართული ოცნების ლიდერების გარემოცვა, ხელში ჩაიგდონ კერძო მესაკუთრეების ქონება თბილისის სამთავრობო კვარტალში. ვისმინე რაღაც სპეკულაციური გამონათქვამები, თითქოს კულტურული მემკვიდრეობა იყო ის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ამას აკეთებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც რაღაც ქართული ოცნების იმიჯის გასუფთავებას ემსახურება, ამით ცდილობენ, რომ გადაფარონ ის დანარჩენი რისკები, რომელიც მე ჩამოთვალე, ეს იქნება გამჭვირვალობა, მასშტაბი, პრიორიტეტები თუ ასე შემდეგ და ხელზე იხევენ ამ კულტურული მემკვიდრეობის საკითხს, როცა ჩვენ ვიცით, არაერთი უმნიშვნელოვანესი საუკუნეების ძეგლი
რომელიც არის სავალალო მდგომარეობაში, ირეცხება ფრესკები, ინგრევა კედლები, გამკითხავი არავინ არ არის და მაინც ეს კონკრეტული ლოკაცია რატომ არის პრიორიტეტი და 120 მილიონი ლარი დაიხარჯოს, ბუნებრივია ეს კითხვები არსებობს. ზოგადად დაგეგმილთან დაკავშირებით, როდესაც წყალი არ არის, შუქი არ არის და ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ, ეს არის უკვე ცუდად დაგეგმილი. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ესეთ მასშტაბურ პროექტს იწყებ, ამ მასშტაბურ პროექტზე ეს ადამიანები უნდა გაიყვანო სახლიდან, მისცე შესაბამისი ანაზღაურება, ანუ ქირა გადაუხადო, ოღონდ ისეთი ქირა, რომ მისი საცხოვრებელი პირობები კი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით უნდა გაუმჯობესდეს და შემდეგ როდესაც დაასრულებ ამ რეაბილიტაციას, ეს ადამიანები უნდა დააბრუნოს საკუთარ სახლში. ეს არის ნორმალური რეაბილიტაცია და ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არანორმალური ხალხი მართავს ხელისუფლებას, ყველაფერს უნდა ველოდოთ. როდის აღუდგებათ მოქალაქეებს ელექტროენერგია და წყალმომარაგება, ვინც ამ დრომდე სამთავრობო კვარტალში ცხოვრობს და ბინების დაცვაზე უარი თქვეს. კითხვებით პირველები ერთ-ერთ იმ კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდით, რომელმაც ტენდერი მოიგო, თუმცა მათ კონკრეტულად გვითხრეს, რომ არ იციან.